რომელიც მომავალში მათ რომელიმე წიგნში დაიწერება. უკვე არსებობს საცხოვრებელი სახლის 12 პროექტი, რომლებიც სურვილის შემთხვევაში თბილისის ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ გადაეცემა. კონკურსის მეორე ეტაპზე საუკეთესო არქიტექტურული დიზაინის სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. პროექტები უკვე განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და მისი არჩევის შემდეგ სახლის მშენებლობის ნებართვა 3 დღეში გაიცემა. სახლის საცხოვრებელი ფართი 170 კვადრატული მეტრი, 2 სართული, ავტოფარეხი, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 70,000 ლარი. ეს და ამავე სტანდარტების კიდევ 11 საცხოვრებელი სახლის საუკეთესო პროექტი დღეს გამოვლინდა. ამ პროექტებით სახლების აშენება მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ. არქიტექტორების ნაშრომების დათვალიერება მერიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. მსურველს პროექტი უფასოდ გადაეცემა. 170 კვადრატული არის ამის საცხოვრებელი ფართი. გადაწყვეტა არის დაახლოებით ხანობებში, რაც მოთხოვნადია საზოგადოებიდან, უფრო მარტივია და უფრო ადვილი შესანახია. დაახლოებით 1 თვე დაჭირდა ამ პროექტის სრულად დამთავრებისთვის. დავდეთ საიტზე. დიდი იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდით. კონკურსის მეორე ეტაპში 190 პროექტი იყო წარდგენილი. გამარჯვებულები მერიის არქიტექტურის სამსახურმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეარჩია. პროექტები მრავალფეროვანი არის როგორც რელიეფური ზედაპირისთვის, ასევე არასტანდარტული მიწის ნაკვეთებისათვის. მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ ამჯერად თანამედროვე დიზაინი ჭარბობდა. ეროვნულ შესაძლებლობ მაქსიმალურად ეკონომიური, რომ შეძლებოდა საშუალო ფინანს, რომ ეს პროექტები აშენოს და თაღან ქალაქის იერსახისთვის მისაღები. დღეს კონკურსში გამარჯვებული პროექტები თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავა ამ პროექტების ავტორებსაც გაესაუბრა. ადამიანს შეუძლია აიშენოს ასეთი ტიპის სახლი, სწრაფად, არ დაკარგოს ბევრი დრო ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარული. სამუშაო ადგილის შექმნისთვის უნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მშენებლობა ქალაქის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საცხოვრებელი სახლების საუკეთესო არქიტექტურული პროექტების კონკურსი პირველად ჩაშენ ჩატარდა. გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ მსურველები მალე გამოჩნდნენ და დღეს თბილისის სხვადასხვა უბანში ამ პროექტებით არაერთი სახლი შენდება. ნაკვეთი მქონდა დიდი ხნის დავათვალიერე, ნახე ესე იგი ადგილზე მომწონა ოჯახსაც გავაცანეთ და ეს პროექტი ავირჩიეთ მერიამ საჩუქრად მოგცა. კონკურსი საუკეთესო საცხოვრებელი სახლის პროექტისათვის მომავალშიც გაგრძელდება.